გამარჯობა. მოვედი. როგორც ყოველთვის მაღაზიაშიც ვიყავი. კი. მაღაზიაში რა ვიყიდე? აი ესეთი კამფეტები ბავშვებისთვის, არ ვიცი, მე არ გამისინჯავს ბავშვებმა, თვითონ აირჩიეს. Baby Fox აწერია, mini რაღაცა. მოდით აბა ვნახოთ რეებიაში. ბავშვებმა კი მითხრა ეს გემრიელებია ძალიანო. აი ესეთი პატარა კამფეტები. 10-12 წელი იქნება ალბათ შეფუთვაში. რძე ვიყიდე. და დღეს ვაპირებ კარტოფილიან ღვეზელებს, ეგრეთ წოდებულ პერაშკებს. და ცომიც გავაკეთე უკვე ახლა ხახვი იბრაწება. პური ავიღე. ცოტა ზედმეტიც გავაკეთე ცომი, რომ თუ დარჩება მე პურს გამოვაცხო. ეს შოკოლადნე შარიკი კამილას უყვარს ძალიან, დილაობით ჭამენ ხოლმე სკოლამდე. ესეც შევინახავ. და კიდევ ერთი პური, ეს შევინახო. ეს აქ. ხახვი უკვე თითქმის შეიბრაწა. ვიყიდე ასევე ვაშლი, აწერია წითელი, რა ვიცი, აი ესეთი სუნი. ფოტოშურით გემრიელი სუნი აქვს. რაღაც კილო ნახევარი გამომივიდა. და ასევე ვიყიდე ყურძენი და ერთი ბოთლი ზეთი. ბარაქა ვიყიდე ამჯერად. და ეს არ გადამეწვეს ერთი. ბავშვებო, გაკვეთილები დავიწყოთ უკვე. ესეთი ყურძენი ვიყიდე. ჯიში და ასე შემდეგ არაფერი არ აწერია. და ესეთი კაი დიდი მტევნები ავირჩიე, 3 მტევანი ავიღე. ჩემს გარდა და ქეთინოს გარდა მე მგონი ყურძენს არავინ არ ჭამს. მე ძალიან მიყვარს და სხვათა შორის ყველა სეზონური ხილი მიყვარს ძალიან. კარგია ძალიან. გავრეცხავ და დავალაგებ ახლა. ეგან უკვე ეზოშიც ვიყავით, გავისეირნეთ, კარგი ამინდი იყო ძალიან და ყოველთვის როცა ქარი არ არის საშინელი და ძლიერი და როცა წვიმა არ არის, მაშინ ყოველთვის სეირნობთ.
ასე რომ ეხაც გავისეირნეთ, მე რა კარგი მტევნები ავირჩიეთ, ცოტა იყო, აღარ იყო კარგი არჩევანი, მაგრამ მაინც მოვახერხე რაღაცა დავარჩი. მეგობრებო, ხო კარგად ისმის ჩემი ხმა, იმედია. იმედი მაქვს, რომ კარგად ისმის. რა კარგია, მიყვარს ძალიან ხილი ყველანაირი. აი ხილის გარეშე მე საერთოდ არ შემიძლია. კიდე ერთი უნდა მოვიპარო. ძალიან გემრიელია. ძალიან ცოტა ყურკა აქვს. ესე. დაიდო, ვის უყვარს ხილი? ლამაზი მტევანი. ბავშვებო, გათიშეთ უკვე და აბა დავაი გაკვეთილებს მიხედეთ. გათიშეთ ხო და? კარტოფილი მოუხარშე უკვე დილით. შეიკარე ის პიჟამო და თმები გაიკეთე წესიერად. იცი რომ წითელ ფერს თუ არ შეხედო, მაშინ უფრო ნელა იქნება გული დაგიწყამდა, თუ შეხედო უფრო ცქარა. ეგვინ გითხრა. რა? ეგვინ გითხრა. ბაბუშკა შეშომ. კაი, მიდი ახლა. მოწესრიგდი. ჩაგიგდე უკვე დავალებები და დავაი. თუ შენი სადაც ქონდა, მილენას ჩაუგდე. ბაბუშკა შეშომ. დავიწყო. ეხლა მე ამას ყველაფერს შევაცივებ 1-10 წუთი და მე უკვე დავიწყებ. მანამდე ცომსაც მოუგუნდავ. ესე ხელით ვაძლევ ფორმას, გუნდებს. ბევრნაირად ვეცადე, სხვადასხვანაირად გამეკეთებინა, ადრე, რა თქმა უნდა. და უკვე დროის ნაკლებობის გამო და ასე ვთქვათ, მერე ფქვილი ძალიან ეწובה ტაფას, ფქვილის გარეშე ოდნავ დავიზეთე ხელები და ეს ზეთიანი ხელებით ვაკეთებ ფორმას ჩემი პერაშკებისთვის და ესე ვაძლევ ჩემებურ ფორმას, რა ვიცი, თქვენ როგორც გინდათ, ისე გავუკეთეთ. ესე ჩემებურად ვაკეთებ მე. ოდნავ გავაცხელე ტაფა უკვე. პატარა გუნდები ავიღე სპეციალურად. აი ესე ვაძლევ ფორმას ხელზე. და ხელზევე შიგთავს დეფა ესე. შიგთავსიც ბევრი მაქვს, ცომიც ბევრი მაქვს, ვნახოთ, არ ვიცი, ცომი თუ დამრჩა, მერე პულს გავაკეთებ. თუ არა და გავაკეთებ იმდენს, რამდენიც გამომივა, მოკლედ შევხედოთ. რა თქმა უნდა, ზუსტად თვალის ზომით რაოდენობას ცომის და იმის ვერ განსაზღვრავ და მოკლედ რამდენიც გამოვა. მე ძალიან მიყვარს პერაშკები ყავასთან. даже იმასაც ვფიქრობ ეხლა, რომ თუ ბევრი გამომივიდა და შევხედო რამდენი გამომივა,
ცოტას გავყინავ. ნელ ცეცხლზე რომ კარგად შეიბრაწოს და შიგნეულობა უმი არ გამოვიდეს. სომის შიგნითა ნაწილი, ასე ვთქვათ. ძალიან ნელ ცეცხლზე. ესე ფორმას ვაძლევთ ჩვენს ღვეზელებს. ზოგი ცოტა დიდი გამოდის, ზოგი ცოტა პატარა, ესეც სპეციალურად, იმიტომ რომ ბავშვებს ცოტა პატარები უყვართ, დიდებს დიდები და მოკლედ. კაი ხანი აღარ გამიკეთებია, თან რაც მე სოფელში წავედია, მათ მით უმეტესად ცომიანი არაფერი უჭამიათ, ასე ვთქვათ. ასე რომ ეხლა გავუხარდება ყველას, მე დარწმუნებული ვარ. ეს სილიკონის კოვრიკი სპეციალურად რო შეუკვეთე სომეულებისთვის ძალიან კარგია, მაგრამ ერთადერთი ახლა ვფიქრობ, ცოტა კიდე უფრო დიდი რო ყოფილიყო ჯობდა. მე მგონი ყველაზე დიდი შეუკვეთე იქ, რაც ჩანდა ასარჩევში. მაგრამ ეხლა ვფიქრობ, რომ კიდე უფრო დიდი რო ყოფილიყო ჯობდა. აი ესე მგონია, კიდე უფრო დიდი. ყველაფერი მეპატარავება ხოლმე, ყოველთვის. ამაზე მიდევს ახლა 24 გუნდა. აი ესე უფრო მარტივია ხელით დამიჯერეთ. მე სხვათა შორის სადღაც ინტერნეტშიც ვნახე, ვიღაცა ესე აკეთებდა. ანუ ჩემი მოფიქრება ნამდვილად არ არის და ძალიან იოლია, არაფერი არ ჭუჭყიანდება ზედმეტად და ფორმასაც უფრო ვაკონტროლებ ასე ხელით, ასე ვთქვათ. აქ ადგილი აღარ მაქვს, მოდი აი ეგ დავალაგებ. ზეთით ზემოდან კიდე გავაბრტყელოთ ასე ხელით, ესე ჯობია. მაინც ზეთში იბრაწება და მაინც რა თქმა უნდა, ხა თუ ამდენი ზეთი არ გინდათ და დაუშვათ ქურაში აცხობთ, მაშინ გასაგებია. ზოგი ბულკები ვითაკეთებს პერაშკებს. ჩვენ ესე არ გვიყვარს. და სიმართლე გითხრათ, მე რატომღაც მგონია, რომ მე ესე არ გამომივა. აი რუსებს უყვართ ხოლმე ესე ლამაზად, ისეთი იმნაირი ლამაზები გამოზდით ხოლმე, რომ აი საუბარიც მიჭირს და გაგებაც მიჭირს იმისი, თუ როგორ ახერხებენ ასეთი ლამაზების კეთება. რუსეთში ბებოებმა იციან, მე არ ვიცი, სასწაული ღვეზელები. პეროგები, ხო, აი საერთოდ ერთხელ თევზიანი პეროგები არ მიყვარს. მაგრამ ერთხელ სადღაც სტუმრად ვჭამე იმის თანათევზის პეროგი. აი არ ვიცი. რომ მაგის წარმოდგენაც კი გამიჭირდებოდა თუ როდისმე შევჭამდი თევზის პეროგს. მაგრამ ძალიან მომეწონა. არ ვიცი. მეორედ შევჭამდი თუ არა, მაგრამ მაშინ ძალიან მომეწონა. მილენამ ხვალე სკოლაშიც გამატანეო. რა თქმა უნდა, სიამოვნებით გავატანე. მილენას ძალიან უყვარს ისეთი კაცური საჭმელები, ხორციანი სუპები, კატლეტები და ზოგადად ქართული კერძები ძალიან უყვარს.
ესეთი ჭამელი გოგო მყავს. სანამ იქის კეთდება და იბრაწება, მანამ კიდე აი აქ უკვე გამზადებული მექნება და უცებ ჩავაბრუნებ. მაგრამ ჩაინიკიც უნდა ჩაიდანიც უნდა დავდგა. თორე ბებიები ჩაიცვალენ ხოლმე. ის საკმარისი არის აქ. მე სასწაული მინდი იყო დღეს გარეთ, სასწაული. მიყვარს შემოდგომა, ძალიან გიждები ისე მიყვარს. სულ არ მინდა აქაური ზამთარი, ახლა რომ მოდის. წინასწარ უკვე ვეცდები, ვცდილობ რომ შევეგუო, მაგრამ არ გამომდის. აქაური ზამთარი ძალიან მათრგუნებს დეპრესია მემართება. არა თოვლი, არა, რა ვიცი, სიხარული, არც ახალი წლის მოსვლა არ ჩანს. თოვლი რო არ არის. არც არანაირი ხალისი არა გაქვს. მოკლედ. აუ დედა. მოდი აბა, მოდი მაჩვენე. რაღაცა მათემატიკას ვერ აკეთებს მილენა. აბა ჯერ შევხედოთ. მილეშოკ, მოდი დედიკო აქეთ. დახმარება თუ გინდა. გაიგონა, მაგრამ რაღაცა არ უნდა. მე ვფიქრობ. არის პურია.
ირაკლი, შენი ტელეფონი აქ არის? ჩემია მეორე. აჰა. მე გახდა ჩემი. ამასობაში კეთდება, იქაც კეთდება, აქაც კეთდება. იქაც, აქაც. უცებ ჩავყრი. მომზადდება გემრიელობა. ბავშვები გათიშულები არიან, წეგან ვასეირნე ბევრი და ეხლა მაიმუნების თავი აღარა ზიან და გაკვეთილებს აკეთებენ. Сейчас будет уже готово скоро. როგორ ახალთ? აუ. ეხლა ბოთლები გავიტანე და ეხლა დამრჩა. რა უშავს. კიდე 500 ჯერ გახვიდოდი შენც და მეც. აუ. რა გინდა აბა მითხარი? რა რულეტი? რულეტი? საიდან მოვიტანო? რა გავაკეთებ, როდის მეგონა? რულეტკა? საზომი? რულეტი არის ტყილეული დედა. გარეთ არის ბალკონზე სადღაც. პირველ უჯრაში. მაგას ქვია რულეტკა. რულეტი.
ეს წყალიც ცხელია, ეხლა ვადუღე. მეთქი ყავას აკეთებდი. არა. არა, ყავა მეგონა და იმიტომ არ გითხარით არაფერი. ამას ყავაში და ყავას აღარ ვადუღებ. რატო? იმაში უდუღებ მარტო. ერთი წელი გონდა. საკმაოდ გრილა გარეთ. მე დღეს თბილოდა მე რო ვიყავის ასე. შეიძლება, ხო. შოკია. აბა, კამილასაც მიეციდე და. დაუღე და დაუდე რა მოხდება? არ შეიძლება? რატო? Удлинитель, наверное. უკვე უნდა? ჩამოგიდო? აბა რასთან. ეს აკეთა აღარ დადოთ რა. იმაზე დადეთ. რა? აგი. Здравствуйте, შეჭამ. მოგცე? სუპი ხო ჭამი, კიდე გინდა მაინც. მომიცი ცოტა დიდი თებში. დიდი. ეს გადმოწიე ის დიდი თებში. ნუ კაი დადე აქ სადმე. მომე კიდე ერთი გეყოფა ჯერ. ჩემი აზრით. ეს პერაჟოჩი კი გამოგვივიდა. დატოვე აქ არა უშავს დატოვე მე მე შევინახავ დატოვე. ხერია ვარა ცივი საიდან იქნება? ცივი წყალი გადავარცხა. არა დაელოდე ცოტა ხანს. და ბევრი ისინი ამიდე. ყველაფერი არ დახურო. გავიგული. ვაიმე. დედა გეყოფა ჯერ ცხელია.
ჯაში აბადე? აგიდის გვერდზე უნდა გავზონო. მაგიდის გვერდები? მირენას უთხარი და დაგეხმაროთ. მირე დაეხმარებე. მირე რა? მეორე დამეხმარა. მირე დაეხმარე რა. მიდი დედიკო დაეხმარებ ხო? რა, ვერ ეხმარები? ანა პროსტა, აი ეს გაზომანა რამდენია? იქნება ვერ ხვდება. დე, გამოგდის? ხვდები რამდენიც არის? Это мне блин написала, я своим почерком переписала. მიხვდი რამდენიც გაზომე? როგორც უნდა მიხვდი? ხო? Да, სადღაც ის მეტრი არის 100 სანტიმეტრი. ესენი შეინახე რა შკაფში. კი, აი ხე. ასეთი ამბები. Камი გინდა პერაჟოკი? Камила, пока не хочешь? აი მე დამცხა უკვე. Oh. სამი დაწერე შენც კიდე. ნახევრები ჯერ არ გისწავლია თქვენ. სამი დაწერე. ვინმე ნახავს თუ რა? თქვენ ჯერ უბრალოდ ნახევრები არ გისწავლიათ. მე კი ვიცი როგორ დაწერო, მაგრამ მოკლედ იბრაწება ჩვენი გემრიელი პერაჟკები და გავაგრძელებ ასე ბოლომდე.